კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ უკვე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მეორე სხდომას ვატარებთ. ამჯერადაც ერთი საკითხი გვაქვს განსახილველი, ვფიქრობ თავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის UPR-ს რომ უწოდებთ ხოლმე მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი. მოხსენებელი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთლაძე, ასევე გვესწრებიან სხვადასხვა რელევანტური სახელმწიფო უწყებების, როგორც აღმასრულებელი, ასევე სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდა თითოეულ თქვენთანაც მივესალმო. ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფო ამდენად ღირსეულად მონაწილეობს UPR-ის ანგარიშის ფარგლებში და ის ხდომები, რომელიც იმართება და შემდეგ ის მუშაობა, რომელიც უწყებებს შორის იმართება, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთანაც ამ პროცესში მონაწილეობის მიღებისა და ჩართულობის გამო. ეხლა კი თქვენის ნებართვით ქალბატონ ხათუნას ხოლო წარმოგვიდგინოს ეს პროექტი და შემდეგ თუ კითხვები იქნება რასაკვირველი და კომიტეტის წევრებს ექნება შესაძლებლობა დასვან შესაბამისი კითხვები. ქალბატონო ხათუნა, გთხოვთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე საქართველოს პოზიციის ამსახველ დოკუმენტს. პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და პირადად თქვენ ბატონო რატი დღევანდელი განხილვის ორგანიზებისთვის, როგორც ეს კომიტეტი, ასევე პარლამენტის სხვა კომიტეტები აქტიურად არიან ჩართული გაეროს შესაბამის კომიტეტებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარსადგენი ანგარიშების პროექტებისა და გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების განხილვაში. ეს პროცესი შემდგომ ეტაპზე ხსენებული რეკომენდაციების ქვეყნის მხრიდან შესრულების ზედამხედველობის უაღრესად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის, რომელიც მოიცავდა 2021-25 წლებს, განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის იანვარში ჟენევაში. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციამ განხილვისას წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებული ის რეფორმები და ღონისძიებები, რომელიც არსებითად დაისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სამართლის უზენაესობის გამტკიცებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ასევე აისახა შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. აქცენტი ტრადიციულად ასევე გაკეთდა საქართველოს ოკუპირებული აფხაზისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ განხილვის მიმდინარეობისას საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დეტალურად და ამომწურავად უპასუხა განხილვაში მონაწილე გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ წამოჭრილ საკითხებს და დასმულ შეკითხვებს და პრაქტიკულად არც ერთი საკითხი ღია არ დარჩენილა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეროვნული ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და პროცესში ჩართული იყო როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშთან ერთვოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს, ანუ წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს წევრმა 106-მა სახელმწიფომ. სესიის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაიცა 307 რეკომენდაცია. სესიაზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ხსენებული რეკომენდაციები სათანადოდ იქნება შეფასებული ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით და საქართველოს პოზიცია იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელთა შესრულების ვალდებულებას აიღებს სახელმწიფო მომდევნო 5 წლის განმავლობაში, გაეროსთვის მიწოდებულ იქნება დადგენილ ვადებში. აღსანიშნავია, რომ განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები დამტკიცდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, ხოლო რეკომენდაციები ქართულ მხარეს გადმოეცა უკვე თებერვალში, რაც მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე, გაზიარებულ იქნა ყველა შესაბამის სახელისუფლებო ორგანოსთვის. თითოეულ რეკომენდაციაზე საქართველოს საბოლოო პოზიციის შეჩერების მიზნით თუ რომელს უჭერს ქვეყანამ ხალხს და რომელ რეკომენდაციაზე
ამბობს არგუმენტირებულ უარს. აღნიშნული პროცესის შედეგად საქართველოს მხარი დაუჭირა 159 რეკომენდაციას, მათ შორის რეკომენდაციებს წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი კონვენციების რატიფიცირების თაობაზე, ადამიანის უფლებათა ჩარჩოს გაძლიერების შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვითა უსაფრთხო დაბრუნების მიზნით საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიანი და კოორდინირებული შესრულების შესახებ, რასიზმის, ქსენოფობიის და სიძულვილის ენის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ძალისხმევის თაობაზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განათლებისა და მომზადების გაძლიერების შესახებ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ, ინკლუზიური და ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით, ქალთა უფლებების გაძლიერების შესახებ, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, რეკომენდაციების შეშემა პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. საქართველოს მხარს არ უჭერს და აღნიშნულ პროექტში სწორედ ეს არის მოცემული 158 რეკომენდაციას, მათ შორის საქართველოს არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან და მის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, მიზეზების გამო და ასევე არ იღებს რეკომენდაციებს იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან ლოიალობის გამო სამწუხაროდ აღიარებენ ჩვენი განუყოფელი რეგიონების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. გარდა ზემო აღნიშნულისა, ასევე საგულისხმოა თუ რა ტიპის რეკომენდაციებს არ უჭერს ხარს სახელმწიფო. პირობითად შეიძლება ეს რეკომენდაციები დავყოთ სამ ნაწილად. პირველი ეს არის რეკომენდაციები, რომელიც ან უკვე შესრულებული აქვს სახელმწიფოს, ან ეს არის შესრულების პროცესში. მეორე არის რეკომენდაციები, რომელიც უკვე ვახსენე, გაცემული რუსეთის ფედერაციის ან მის მიმართ ლოიალურად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან და მესამე არის რეკომენდაციები, რომელიც ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, ვინაიდან გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა და ადამიანის უფლებათა საბჭო არის მოწოდებული იმისკენ ზოგადად, რომ გაუმჯობესოს და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას და ის დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტიდან. შესაბამისად არის გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც სახელმწიფო მხარს არ უჭერს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ იმ რეკომენდაციასთან მიმართებით, რომელიც გაიცა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რაზეც სახელმწიფო ამბობს, ასე ვთქვათ, უარს, ეს ამ ცხრილში ასახული და არგუმენტირებულია თითოეულ რეკომენდაციასთან მიმართებით, თუ რატო არ იღებს სახელმწიფო ვალდებულებას, რომ შეასრულოს ესე თუ ის რეკომენდაცია. დოკუმენტის შესაბამისი პოზიციებით, როგორც უკვე მოგახსენეთ, დასრულების, ასე ვთქვათ, საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ უკვე გადაეცემა გაეროს შესაბამის ორგანოს, ადამიანის უფლებათა საბჭოს, მიეცემა საბოლოო სახე, ითარგმნება ინგლისურ ენაზე, იმისთვის, რომ ივლისის თვეში უკვე საბოლოოდ ადამიანის უფლებათა საბჭოს 62 სესიის ფარგლებში იყოს დამტკიცებული როგორც სახელმწიფოს პოზიცია. დასასრულს მინდა ხაზი გაუსვა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესს, მის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და გზამკვლევს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, როგორც ბატონმა რატიმ ახსენა, აქ იმყოფებიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ჩემთან ერთად, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს როგორც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ანგარიშის მომზადების, ასევე რეკომენდაციების მიმართ პოზიციების გამოხატვისა და დარწმუნებული ვარ შემდგომში მათი შესრულების მიმართულებით ასევე ძალისხმევას არ დაიშურებენ და ბუნებრივია კომიტეტის მხრიდან გამოთქმული საბოლოო შენიშვნების რეკომენდაციების გათვალისწინებით დოკუმენტს მივცემთ უკვე დასრულებულ ფორმას და გადაიგზავნება ეს ადამიანის უფლებათა საბჭოში. მეც აღარ შეგაწყენთ, გაქვთ ყველას დოკუმენტი და მზად ვართ კოლეგებთან ერთად რომ დასმულ კითხვებს გავცემთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა, დეტალურად ჩამოაყალიბეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რასაც ვიზიარებთ და ამ ანგარიშთან დაკავშირებით და საკმაოდ ინფორმაციული იყო თქვენი გამოსვლა, რასაც მადლობა მინდა გითხრათ, კითხვები თუ არის, ქალბატონ სოფოს თქო. მადლობა. მე მაინტერესებს თუ გაეცანით ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ლუქსემბურგს ვთხოვეთ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ქალბატონო სოფო, დაზუსტება მინდა იუპიარის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, კითხვები არ გაქვთ? კი, ზუსტად მაგაზე მივდივარ, სწორედ. ხო, და ახლა ცით ნახეთ რა ხდება. მაგზით ანგარიშამდე ვერ ვიხვალთ, მაგრამ ნახოთ. იცით რა, კომიტეტზე მე მაქვს უფლება ისე დავსვა კითხვა, როგორც ინფორმით და როგორც მე წარმომიდგენია, რომ უნდა დავსვა.
კეთილი, აბა გისმენთ. დიახ, და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ანგარიშში ძალიან ბევრი არის სწორედ პოლიტიკური უფლებების მიმართულებით არის, დიახ, პოლიტიკური უფლებებიც, ისეთივე უფლებები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. მოკლედ, ძალიან ბევრი არის ის რეკომენდაცია, რომელსაც თქვენ მხარს არ უჭერთ. და ძირითადად არის სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლებასთან და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ძირითადად არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები, რომელიც ამ რეკომენდაციას აძლევენ სახელმწიფოს, რომელსაც თქვენ მხარს არ უჭერთ და მათ შორის არის ერთ-ერთი ლუქსემბურგიც. ლუქსემბურგიც და სწორედ გამჭვირვალობის კანონს უკავშირდება ეს. ხა როგორ ხდება ახლა თქვენ, როდესაც მაინც ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენთ და ამიტომ როდესაც სახელმწიფოს ინტერესი არ და ცხადია საშინაო და საგარეო პოლიტიკასაც პარლამენტი განსაზღვრავს და მოგეხსენებათ ეს განცხადება ნიკოლოზ სამხარაძის ძალიან კარგი განცხადება და სწორი იგივე განცხადება ქონდა ასევე ლევან მაჭავარიანს რომ უნდა წადოთ და გავაგრძელოთ და აღვადგინოთ დიალოგი ევროკომისიასთან, ევროპასთან და აქ არის საუბარი სწორედ იმაზე, რომ მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ამ დროს თქვენ არ უჭერთ მხარს არც ერთ იმ რეკომენდაციას, რომელიც სწორედ გამჭვირვალობის კანონთან, დემოკრატიასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არის და მათ შორის ლუქსემბურგის. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად რელევანტურია, რამდენად ეთანხმება ამ პოზიციას და ხო არ შეუშლის ხელს მაგალითად ბატონ ნიკოლოზ სამხარაძესთან სახელმწიფოს მათთან დიალოგისას, თუნდაც თავიდანვე როცა აცხადებთ, რომ ჩვენ არ უჭერთ მხარს ამ ტიპის რეკომენდაციებს. ხო არ შექმნის ეს ამ დისბალანსს? ბატონ ირაკლი აქ ასევე. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მოკლედ სანამ გიპასუხებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მინდა გამოვეხმაუროთ ჩემი კოლეგის კომენტარს რა ანუ თქვენ ზოგადად პოლიტიზირებას ახდენთ ამ განცხადების რაჭრილში ახლა შეხედეთ ნიკოლოზ სამხარაძემ რაც თქვა გუშინ ყველამ კარგად ვნახეთ ამას პრემიერი ამბობს რავი წლებია უკვე რაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში დაგვეძაბა ურთიერთობა ბრიუსელთან ხო არაფერი განსაკუთრებული არ ვთქვამთ ნიკოლოზ სამხარაძეს არა მხოლოდ ამ კანონზე დღეს ჩვენს გავაკეთეთ კომენტარები ნებისმიერ მიღებულ ჩვენს კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი იქნება თუ გამჭვირვალობის შესახებ კანონი თუ ნებისმიერ აკითხვების აქვს ბრიუსელს ჩვენ ვართ ამაზე სასაუბროდ მზად რა თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ ეხა ესეთი განსაკუთრებული ის რომ დიალოგის აღდგენის რეჟიმში ჩვენ ვართ და ცალმხრივად მეგობრობის რეჟიმში დარჩენილი ვართ ევროკავშირთან და კარი გამოიკეტა ევროკავშირმა და არა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თქვა ნიკოლოზ სამხარაძე რომ ზაობა გამოხატა ევროკავშირთან საუბრის და შუამავლით მიმართა თქვა იმ დღევანდელ ევრობიუროკრატიას ხო ანუ შუამავალი დაგჭირდა ჩვენ მათთან სასაუბრო და ეს ითხოვა ნიკოლოზ სამხარაძემ სხვა რა გააკეთა ანუ კონკრეტულ რომ ჩაიციკლეთ ბოდიში ამ სიტყვისთვის ამ კონკრეტულ კანონზე უბრალოდ სიტყვის მასალად ითქვა რომ კონკრეტულ რას მეტად ტკივა ეხა ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს ბრიუსელს ამ კონკრეტულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ამაზე იყო საუბარი ამაზეც კი შეგვიძლია საუბარი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უკან ვიხევ და რაიმე სხვა შეხედულებები გვაქვს ამ კანონთან დაკავშირებით დიალოგი და დისკუსია ნიშნავს რომ კიდევ მეტ მტკიცებულებას წარმოვადგენთ რომ და დავასაბუთებთ ამ კანონის აუცილებლობას ჩვენი ქვეყნისთვის რაც მივიღეთ და მნიშვნელობას ამაზე პოლიტიკური განცხადება და პოლიტიკურად პასუხობს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი შეხედულებები აქვს და მტკიცებულებები და გაგცემთ პასუხს მაგრამ რადგან ჩემმა კოლეგამ თქვა იმიტომ ბოდიში ვიხდი ჩავერთე და გიპასუხეთ ამ არაფერი არ ვთქვამს ისეთი რაც არ ვთქვამს პრემიერ-მინისტრს საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენი გუნდის წევრებს ნიკოლოზ სამხარაძეს აბსოლუტურად და ვამბობთ რომ ზაობას გამოვხატავთ არა მხოლოდ ამ კანონზე ყველა მიღებულ კანონზე რაც უარყოფითად შეაფასა ბრიუსელმა და ევროკავშირმა დღემდე კეთილი. არა თქვენ პასუხობთ. კეთილი. ნუ პოზიცია დააფიქსირა ადამიანმა, თქვენს დააფიქსირეთ პოზიცია, ბატონმა ირაკლიმას დააფიქსირა პოზიცია და მეც დავაფიქსირებ პოზიციას თქვენის ნებართვით. ვითომეტეს რომ მონაწილეობას ვიღებდი ჟენევაში, მაშინ როდესაც განიხილებოდა UPR-ის ანგარიში და კიდევ ერთხელ მინდა სიამაყედ მადლობა უთხრა თითოეულ მონაწილეს ჩვენი საქართველოს დელეგაციისა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო განსაკუთრებით სიტყვით გამოვიდა ამ
დებატების დროს და სახელმწიფოებრივი ხედვით წარმოადგინა ნამდვილად. რაც შეეხება მთავარ პრინციპს ამ ანგარიშთან დაკავშირებით პირველ რიგში რომ აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვათ. ჩვენ მეოთხე ციკლი ჰქონდა UPR-ის და UPR-ის შესრულება დაიწყო ქართულმა ოცნებამ, ეს აღსანიშნავი არის და წინა 3 ციკლის დროს ჩვენ მქონდა ფაქტობრივად ერთი მიდგომა, რომ არ ვიზიარებდით მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ოკუპაციის საკითხებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. მაგრამ მეოთხე ციკლთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია, ჩვენი პატარა ქვეყნის ღირსეული პოზიცია სწორედ იყო ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სუვერენულ თავისუფალ და თავისთავად თავმოყარე ქვეყანას. რომ ჩვენ ვიზიარებთ ჩვენ ყურადღებით ვეცნობთ ყველა რეკომენდაციას, მაგრამ რეკომენდაციებს ვიზიარებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ ჭრილიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არის. ამიტომ ამ 159 რეკომენდაციის შესრულება სასაკვირველია ამ მეხუთე ციკლამდე საქართველოს პარლამენტი ძალიან დიდ ყურადღებას დაუთმობს და ეს 159 რეკომენდაცია ნამდვილად მნიშვნელოვანი არის თუნდაც ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის, რომ შესრულდეს. რაც შეეხება აი ეგრეთ წოდებულ პოლიტიზირებულ რეკომენდაციებს, სხვათა შორის იმასაც გეტყვით, რომ ამ ანგარიშის ფარგლებში ჩვენ არაერთ ქვეყნის წარმომადგენელთან, რომელიც ამ რეკომენდაციებს უამდა, ჰქონდა ასევე დისკუსიას და მე არ მახსენდება არც ერთი არგუმენტი, ვინმე ეთქვა თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან რატომ უნდა გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების კანონი. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხანდახან ვამბობთ ხოლმე მხოლოდ გამჭვირვალობის კანონზე, უფრო მეტი საუბრები ხოლმე იქიდან ცდილობები, უფრო მეტი მცდელობა ზეწოლის, ეს არის ოჯახური ღირებულებების საკითხზე, სადაც პირდაპირ არის ხოლმე მითითება, რომ LGBT პროპაგანდა მათ შორის სკოლაშიც უნდა იყოს და ასე შემდეგ, საგამომცემლო სისტემაში, მათ შორის საბავშვო ბაღებშიც უნდა ასწავლოთ და ასე შემდეგ. ამიტომ კი ქალბატონო სოფო, ადამიანის უფლებების კომიტეტზე ვარ საქართველოს პარლამენტში და ადგილიდან გადალაპარაკებები ძალიან მოხერხულია და გთხოვთ თავი შევიკავოთ. და ესეთ პრეცედენტები არ ვართ სამზარეულოში. საქართველოს პარლამენტი სამზარეულოსგან უნდა განვასხვაოთ. კარგით, მიჩივლეთ მაშინ დისკრიმინაციის მუხლით. მაგრამ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. კეთილი. ქალბატონო სოფო, იმაზე თქვენი პარტიის წევრმა გითხრათ, რომ დისკრიმინაცია ჩაიდენეთო და თქვენ არ გჯერათ, კარგით. კარგით. აშუაშია სამზარეულოში. კარგით. 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 ნუ ჩვენ ერთ ენაზე ვერ მეტყველებთ სამწუხაროდ და ვერ ვიმეტყველებთ. კარგით. დიდი მადლობა შეურაცხყოფას. კარგით. თუ არ აკვებით ქალბატონო სოფო, ეხლა თუ ესე გააგზავნებთ, გთხოვთ რომ დატოვოთ მაშინ კომიტეტის დარბაზს. მაშინ გთხოვთ. თუ არ გაჩერდებით, გთხოვთ რომ დატოვოთ მაშინ დარბაზი. თუ არა და მანდატურს გთხოვთ რომ დაგატოვებინოთ. ერთი შენიშვნა მიღებული გაქვთ უკვე, ასე რომ გთხოვთ რომ მოისმინოთ, რასაც ვამბობ, თუ არ გაქვთ ამის კულტურა, ეს მაშინ სხვა პრობლემაა თქვენთვის. კარგი. მოკლედ კიდევ ერთხელ ეს პრინციპი იქნება რასაკვირველია, უცვლელი და ის პოზიცია, რომ ჩვენ ნებისმიერ საუბრის დროს, ნებისმიერ საკითხთან გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, ეს არის რასაკვირველია ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვქონდა, გვაქვს და ნებისმიერ დიალოგის დროს არგუმენტირებულ შინაარსობრივ საუბარში ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. პრობლემა ის იყო, რომ ცალკეული აქტორები ისე რომ არგუმენტებს არ გვეუბნებოდნენ, ისე პირდაპირ დავალებები და ბრძანებებით უნდათ ფონს გასვლა და ჩვენი ქვეყანა სხვის დავალებებს და სხვის ბრძანებებს არავის არ შეასრულებს და არავის არ დაემორჩილება. ერთადერთი, ვინც ჩვენ გვაძლევს დავალებას, გვიკვეთავს დღის წესრიგს, ეს არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა და მხოლოდ მათ წინაშე გამოვხატავთ ამ პატივისცემას. კეთილი, კითხვების ნაწილი ამოიწურა, ქალბატონო ხავთუნა შეგიძლიათ უპასუხოთ, თუ არა გადავიდეთ კენჭისყრის ნაწილს. დიდი მადლობა, მათ შორის დასმული კითხვისთვის დიდი მადლობა. მნიშვნელოვანია მართლაც, რომ ჩვენ ეს პროცესი, რომელ პროცესშიც ვართ შესულები 2012 წლიდან, ძალიან კარგად გქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობის ნაწილში.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2012 წლიდან დღემდე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ წარადგინოს ყველა სახელშეკრულებო ორგანოს წინაშე და ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელშიც ჩვენ 5 წელიწადში ერთხელ წარვადგენთ ანგარიშებს, ყველა სახელშეკრულებო ორგანოს წინაშე წარვადგენთ ჩვენ შესაბამის ანგარიშებს და მათ შორის წარვადგენთ სამწუხაროდ ვადაგადაცილებულ ანგარიშებს, რომელიც 2012 წლამდე სახელმწიფოს დაუგროვდა და ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე უწყება, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა სხვა უწყებასთან კოორდინაციით ვცდილობთ, რომ ის ხარვეზებიც აღმოფხრათ და სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რადგან ეს არის სახელშეკრულებო ვალდებულებები და ჩვენ ამათ შესრულებას არათუ არ გაურბივართ, არამედ პირიქით ყოველ შეხვედრაზე და ყოველი განხილვის დროს ვაფიქსირებთ ძალიან სერიოზულ ღიაობას, როგორც სახელმწიფო, ვინაიდან ეს რეკომენდაციები, რასაც როგორც კომიტეტები, ისე ადამიანის უფლებათა საბჭო გასცემს ქვეყნის მიმართ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მეტიც, თითოეული რეკომენდაცია, რომელსაც სახელმწიფო იღებს სავალდებულოდ შესასრულებლად, შემდეგ უკვე ითარგმნება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში და ხდება უკვე მისი მონიტორინგი, თუ როგორ შესრულდა ესა თუ ის რეკომენდაცია, რომ შემდგომი ციკლის ფარგლებში ჩვენ ვნახოთ, თუ რა პროგრესს მივაღწიეთ და რა თქმა უნდა, თუ სადმე გამოწვევებია, მათ შორის მზად ვართ, რომ იმ გამოწვევებსაც გავუმკლავდეთ და იდეალური არც ერთი ქვეყანა არ არის, როდესაც ადამიანის უფლების დაცვაზე ვსაუბრობთ, ხო, ყოველთვის არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება რომ მოხდეს უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას კონკრეტულ კანონებთან მიმართებით, ქალბატონო სოფიო, თქვენ კითხვით, რომ უმრავლესობა რეკომენდაციების, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ, სწორედ კანონმდებლობას ეხება, თუმცა ეს ასე არ არის ნამდვილად. აქ არის დაახლოებით 30-მდე რეკომენდაცია იმ 158-დან, რომელსაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, 30-მდე რეკომენდაცია დაახლოებით, რომელიც უშუალოდ კანონმდებლობის გადახედვისკენ ან შეცვლისკენ მოგვიწოდებს, ან რაღაცა დაუშვათ გარკვეული საკითხების სხვანაირად გააზრებისკენ, ნამდვილად ასეა. თუმცა კიდევ ერთხელ იმ კანონმდებლობის ახლა კონკრეტული მიმართულებების, რომელსაც თქვენ საუბრობთ, იქვე მათ შორის თითოეულ ქვეყანას, რომელმაც დასვა კითხვა, ან გამოთქვა მოსაზრება ამა თუ იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, იქვე გაეცა არგუმენტირებული პასუხი ყველას და კიდევ ერთხელ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვადასტურებ მიდგომას, რომელიც არ შეცვლილა, რომ ჩვენ როგორც საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყება, ცხადია კურს განსაზღვრავს პარლამენტი, მზად ვიყავით და ვართ ნებისმიერ დროს ევროკავშირთან, ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოსთან გავხსნათ, აღვადგინოთ დიალოგი როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა მიმართულებით და ალბათ ხართ საქმის კურსში, რომ მათ შორის ადამიანის უფლებათა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგზე იყო მზად ქართული მხარე, თუმცა სამწუხაროდ სხვადასხვა მოსაზრებების გამო მე ამის შეფასებას ნამდვილად არ დავიწყებ, თვითონ ევროკავშირმა თავი შეიკავა ალბათ იმ ასე ვთქვათ არგუმენტების მოსმენისაგან ქართული მხრიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მრავლად არსებობს, ვინაიდან კანონები არის მიღებული, არის ძალაში და არაერთხელ გაკეთდა განმარტება ამ კანონებთან მიმართებით, თუ რას ემსახურება ჩვენი ღრმა რწმენით თითოეული ეს კანონი ემსახურება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში. რაც შეეხება ლუქსემბურგის რეკომენდაციებს, ალბათ საგულისხმო იქნება ისიც, რომ ლუქსემბურგი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა რეკომენდაცია, რასაც შეიძლება ჩვენ არ ვიზიარებდეთ, თუმცა ლუქსემბურგს მხოლოდ ეს რეკომენდაცია არ ჰქონდა საქართველოს მიმართ გამოთქმული. ლუქსემბურგის რეკომენდაცია მათ შორის ეხებოდა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ინკლუზიურ განათლებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ როგორც რეკომენდაცია და ჩვენ ამას შევასრულებთ. ანუ რაღაცა კონკრეტული ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების გამომხატველი, ასე ვთქვათ, ის რომ ჩვენ რომელიღაც რეკომენდაციას არ ვიზიარებთ პოლიტიკურ ნაწილში არ არის, უბრალოდ ამისი აღნიშვნა მინდოდა. ამიტომ იცით რა, ქალბატონო სოფო, ცოტა რთულია, როდესაც გაეროს ფორმატზე ვსაუბრობთ, საკმაოდ მრავალფეროვანია და მოგეხსენებათ გაეროს წევრი სახელმწიფოების საკმაოდ ისეთი ვთქვათ მრავალფეროვნება. ჩვენ ნამდვილად ვერ დავყოფთ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნებს იმ კრიტერიუმით, რომელი არის მეტად ან ნაკლებად დემოკრატიული, თითო სახელმწიფოს თითო ხმა, ისევე როგორც საქართველოს. ეს არის მრავალმხრივი ფორმატი, ეს არის უნივერსალური ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენთვის ყველა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ამ ფორმატში ერთნაირად ღირებულია, ამიტომ ჩვენ ქვეყნების ასე ვთქვათ დიფერენცირებას ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ ვახდენთ. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის კიდევ ერთხელ და თუ იქნება კიდე რამე, მადლობა. თქვენ პირველ რიგში ქალბატონო ხათუნა
ძალიან დიდი მადლობა ამ უწურავი, კომპეტენტური და ინფორმაციული პასუხისათვის. ვფიქრობ, ყველაფერი გასაგები არის და ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრაზე გადავიდეთ და სანამ კენჭისყრაზე გადავართ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მის თანამშრომლებს, ხალბატონო ხათუნა პერსონალურად თქვენ, ხალბატონ მინისტრ, ბატონო მიხეილ, განსაკუთრებით UPR-თან დაკავშირებით თქვენთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და პატივი არის, მათ შორის ჩემთვისაც და მადლობა უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მისიას, რომელიც გაეროში იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ამ პროცესის მონაწილეობის დროს ხოლმე მათთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა უწყებას ამ უწყების თანამშრომლებს ხშირ შემთხვევაში შეიძლება მინისტრები არ წარმოადგენენ, მაგრამ ის რგოლები წარმოადგენენ ხოლმე, რომლებიც ნამდვილად არიან საუკეთესო საჯარო მოხელეები და ეს საჯარო მოხელეები ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ერთგულებით და პატრიოტიზმით ემსახურებიან და ჩვენგან მათ ნამდვილად სჭირდება ძალიან დიდი მადლობა და ჩემთვის ყოველთვის პატივი არის ხოლმე იმ შემადგენლობასთან ერთად მუშაობა გაეროს UPR-ის ფარგლებში იქნება თუ კომიტეტების მოსმენის ფარგლებში იქნება სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ესე ღირსეულად იცავენ ჩვენს ქვეყანას და ემსახურებიან ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. ასე რომ მადლობა თითოეულ თქვენთანგანს და ეხლა ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრაზე დავაყენოთ დასკვნის პროექტი, ვინ არის თანახმა რომ დასკვნის აი ამ რედაქციას უყაროთ კენჭი, რომელიც ხალბატონმა ხათუნამ წარმოგვიდგინა. ვინ არის წინააღმდეგი? ერთი წინააღმდეგი არის საკითხი დადებითად არის გადაჭრილი, ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურული არის, კომიტეტის ხმა დასრულებულია.